სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ზოოპარკის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დეზინფექცია ჩაატარა. აღნიშნული ღონისძიება პრევენციულ ხასიათს ატარებს და ინფექციის თავიდან აცილების მიზნით ტარდება. სპეციალური ხსნარით დამუშავდა შენობა, ნაგებობები, ვოლიერები და ტერასები. სპეციალისტების განმარტებით ხსნარი, რომლითაც დეზინფექცია ჩატარდა, აბსოლუტურად უსაფრთხოა როგორც ადამიანებისა და ცხოველებისთვის, ისე გარემოსთვის. დღეს გვაცნობა ზოოპარკის ხელმძღვანელობამ, რომ იქ დასრულდა სრულად გაწმენდითი სამუშაოები, ამიტომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გადაწყვიტა ჩაატაროს სრულმასშტაბიანი სადეზინფექციო, სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოები, რაც არის პრევენციული ღონისძიება იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ინფექციის გავრცელების საშიშროება. ჩაუტარეთ დეზინფექცია მთელ ტერიტორიაზე. შეუწყობს ხელს, რომ ყოველ შემთხვევაში თავს უსვათ რაიმე ინფექციური დაავადება ან რაღაცის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკურად ჩაუტარეთ ეს დეზინფექცია. არაფერი საშიშროება არ იყო ჯერჯერობით, არაფერი გამოვლენილი არ არის, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით აუცილებლობას მოითხოვს, რომ ჩაგვეტარებინა